თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესად მიმიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პუბლიკაციის წარდგინება გაიმართა. მასში შესულია სიცოცხლის ბოლო წლებში ლევან ალექსიძის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუები. ბატონ ლევანი გამორჩეული ქართველი დიპლომატი გახდათ, მის სახელს უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების გაჩენა და დღეს მისმა მოწაფეებმა, სტუდენტებმა, უნივერსიტეტის საზოგადოებამ გაიხსენა საქართველოს უახლესი ისტორიის მართლაც გამორჩეული ფიგურა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ლევანი არა მხოლოდ სხვადასხვა პერიოდებში სახელმწიფო მოღვაწე გახდათ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თანამედროვე საქართველოს სახელით გაგზავნილი დოკუმენტების ავტორი, თანაავტორი და რაც თავარია ის პირი, რომელსაც გაქონდა ის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოს გააჩნდა, არამედ პირველ რიგში ის გახდათ მეცნიერი და პედაგოგი. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის გუნდი ფინეთში კაუსტინენის ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კაუსტინენის ფესტივალი 1968 წლიდან ტარდება. ღონისძიებაში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლები, მკვლევრები და ფოლკლორის მოყვარულები მონაწილეობენ. გალობის უნივერსიტეტის გუნდის წევრები ფესტივალზე საგალობლებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სემინარებსა და შემოქმედებით კოლაბორაციებში. გალობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობას იღებს ფინეთის ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალში, რომელიც იმართება სოფელ კაუსტენინში. აღსანიშნავია, რომ სოფელი კაუსტენინი მატარებელი არის ვიოლინოზე დაკვრის ადგილობრივი ტრადიციის და კაუსტენინში ვიოლინოზე დაკვრის ტრადიცია აღიარებულია იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. ამ ხრივაც გამორჩეული არის ეს ფესტივალი. ფესტივალი მოიცავს სამ მიმართულებას: სიმღერას, ცეკვას და სამეცნიერო მიმართულებას. გალობის უნივერსიტეტის გუნდი სამი მიმართულებით მიიღებს მონაწილეობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ქვეყანას წარმოადგენთ მრავალფეროვანი რეპერტუარით. მადლობა გალობის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის და ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა. გვაქვს კარგი პროგრამა, ემზადებით ეხაც და გვინდა რომ წავსდგეთ ძალიან კარგად. ეს ჩვენთვის ამ ფესტივალზე მონაწილეობა პირველი არის. გვინდა რომ დავამახსოვროთ თავი ფინელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კარგად წარვადგინოთ ჩვენი პროგრამა. ეს პირადად ჩემთვის არის ახალი გამოცდილება, რადგან ასეთ აქტივობაში რასთვის არ მიიღია მონაწილეობა და ყველანი შემართებით ვართ, ვადგენთ რეპერტუარს და მოხარულები ვართ და ეხაც რეპეტიციებს გავდივართ და სამზადისში ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და დიდი გამოცდილება არის. ჩემთვის პირველად მე მგზავრები უნივერსიტეტთან ერთად გაცვლით პროგრამით და ძალიან სასიხარულო რა ჩვენ ფოლკლორს გავაცნობთ. იქაურ ფესტივალში მონაწილე საზოგადოებას და მათგანაც მივიღებთ სხვადასხვა გამოცდილებებს. ფინეთში ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 13 ივლისს გაიხსნება და ღონისძიება 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი სახელწოდებით ახალი ქართული მოთხრობა დასრულდა. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები უკვე გამოავლინეს. კონკურსი მწერალთა სახლმა გამოაცხადა. პრემიების მოსაპოვებლად დაწესებული იყო 2 ნომინაცია: რჩეული მოთხრობა და რჩეული დებიუტი. გარდა ამისა იყო საგანგებო ნომინაცია ჟიურის რჩეული ავტორი, რომელშიც დამატებით 2 გამარჯვებული გამოვლინდა. გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია ახალი ქართული მოთხრობა დაარსდა 2025 წელს მწერალთა სახლის მიერ
რომელიც მიზნად ისახავს მოთხრობის ჟანრში ლიტერატურული პროცესების განვითარებას, ახალი თაობის ავტორების, საინტერესო ავტორების აღმოჩენას და მათ ახალისებას. წელს ჩვენ და სასიხარულოდ და საბედნიეროდ ჟიურის წევრების და ასევე მკითხველების, რომლებიც სულ მალე გაეცნობიან მათ ნაწარმოებებს, გამოვავლინეთ ახალგაზრდა ავტორები, რჩეული მოთხრობის ჟანრში ელენე ხარაზიშვილი და რჩეული დებიუტის ნომინაციაში არჩილ ხომერიკი. გარდა ამისა, ილია ჭანტურია და ნიკოლოზ გაბუნია გამოვლინდნენ საგანგებო ნომინაციებში, რომელსაც ქვია ჟიურის რჩეული ავტორები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონკურსი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ალბათ ჩვენ რაღაც ცვლილებებს შევიტანთ, სასიკეთო, საინტერესო ცვლილებებს, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ამ კონკურსს და მოიზიდავს უფრო მეტ ახალგაზრდა ახალი თაობის ავტორებს, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ასაკობრივი ნიხრი არის 18-დან 26 წლამდე, ესეც სიმბოლურია, იმიტომ რომ 26 წლის დაიღუპა ჩვენი ბრწყინვალე თვალსაჩინო მწერალი გურამ რჩეულიშვილი. ჩატარდა წელს ძალიან წარმატებით, საინტერესო ნაწარმოებები შემოვიდა, არ იყო იოლი, მინდა ვთქვა, გამარჯვებულების გამოვლენა, იმიტომ რომ შარშანდელთან შედარებით, თუ შეიძლება შედარება გავაკეთოთ, იყო ბევრად საინტერესო ნაწარმოებები პროზაში. წლევანდელ კონკურსზე ნომინაციაში რჩეული დებიუტი გამარჯვებული 22 წლის არჩილ ხომერიკი გახდა. პრემიის ლაურეატებს ფულადი პრიზები და ჯილდოები გადაეცათ. ნომინაციაში ჟიურის რჩეული ავტორი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო დიპლომებითა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნებით. ეს კონკურსი ჩემთვის იყო ძალიან დიდი мотиваცია, იმიტომ რომ აქ გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩემთვის პროზაული ნამუშევრების დაწერა უფრო მომავალში გაადვილდება იმ კუთხით, რომ მეტად თავდაჯერებული ვიქნები და იმის იმედიც მექნება, რომ ამ ჩემი გამარჯვებით მივცემ სხვას мотиваციას, რომ დაიწყოს პროზის წერა. მე პოეზიურ ნამუშევრებზე ვმუშაობდი აქამდე და პროზაში რომ ბედი ვცადე და ამ მასშტაბის კონკურსში ამას მივაღწიე, ვფიქრობ, რომ სხვისთვის და ჩემხელ ახალგაზრდებისთვის იქნება мотиваცია. ჩემი ნამუშევარი სახელწოდება არის იქ, სადაც გემები არ მიდიან. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ასე ვფიქრობ და ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს, სხვებსაც ვისიც მოვასწარე და წავიკითხე. გამარჯვების ამბიციით არ მოვსვარ. უბრალოდ ჩემი თავის გამოცდა მინდოდა და მაინტერესებდა თუ გამომივიდოდა პროზის წერა ამგვარ სტილში. აღსანიშნავია, რომ გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია ყოველწლიურია. კონკურსი მომავალ წელსაც გამოცხადდება. მასში მონაწილეობის მსურველთა ნაწარმოებების მიღება მწერალთა სახლში 2027 წლის გაზაფხულზე დაიწყება. კონკურსის გამარჯვებულები კი ტრადიციულად 4 ივლისს, მწერლის დაბადების დღეს გამოვლინდებიან.